ინფრასტრუქტურაზე და ლოგისტიკაზე ვაგრძელებთ საუბარს დღევანდელ საქმიან დილაში. დასაწყობებისა და ტრანსპორტირების სექტორი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, მზარდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება. ამას ადასტურებს ჩვენი ყურადღებაც ამ თემის მიმართ, მას მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს ანიჭებს ქვეყნის გეოსტრატეგიული მიმდებარეობა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონალურ და გლობალურ სატრანსპორტო მარშრუტებში ინტეგრაციას. ამ პროცესის მდგრადი განვითარება რაც მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომაც უთმობთ ლოგისტიკას კიდევ ერთ გადაცემას და რუბრიკას, როგორც წინა ორ გადაცემაში მოგახსენეთ, საქართველოს ლოჯისტიკის ინდუსტრია ბოლო წლებში განვითარების შთამბეჭდავ ტემპს ავლენს, ხოლო ამ ინდუსტრიის ბრუნვაში წამყვან როლს ცალსახად დასაწყობებისა და ტრანსპორტის დამხმარე აქტივობების სექტორი თამაშობს. ეს არის საუბარი 59%-იან 2024 წელს მხოლოდ. კარგი, ყველაფერი დანარჩენისთვის კიდევ ერთ გადაცემას უძღვნით მარიამ ქოიავასთან ერთად, მის საავტორო რუბრიკაში ბიზნესი 360 გრადუსით, რომლის ავტორს და ჩვენს თანაწამყვანს, ანუ საკონსულტაციო კომპანია სავის მართულ პარტნიორს, მარიამ ქოიავას სულ რამდენიმე წამში იხილავთ ჩვენ სტუდიაში. დღევანდელი გადაცემის ძირითადი განხილვის საკითხს წარმოადგენს დასაწყობების სექტორის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები. დილამშვიდობისა, მარიამ. დილამშვიდობისა, გიორგი. და მადლობა მობრძანებისთვის. სავის გუნდმა და ანალიტიკოსებმა საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაცემები გადაამუშავეს თემასთან დაკავშირებით. შეგვიძლია ვთქვათ უკვე, რომ 2024 წლის მონაცემები სახეზეა მთლიანად, რომელიც დინამიკას გვაძლევს, თუმცა სავის რამდენიმე ბიზნეს პარტნიორის, კლიენტის და დამკვეთისგან გამომდინარე კომპანიას მარიამს პირადად და მის ანალიტიკოსებს ხელი მიუწვდებათ კიდევ დამატებით ინფორმაციაზე, რომელიც ამ ინდუსტრიის განვითარებაზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ მოწლებში. რა სახის ანალიტიკა მომზადდა და რა არის ის ფინანსური შედეგები, რასაც თქვენი ანალიტიკა აჩვენებს ამ დროისთვის? გიორგი, პირველ რიგში მივესალმები ჩვენ საქმიან მაყურებელს. ლოგისტიკის მიმართულება კვლავ აქტუალურია და პრინციპში საინტერესო რაკურსებით მოცვა მოხდა გასული ორი გადაცემის ფარგლებში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დღეს გვესაუბრა კონკრეტულ შედეგებზე, რასაც ამ დასაწყობების სექტორში წარმოდგენილი კომპანიები, უკვე არსებული კომპანიები ავლენენ პერიოდიდან პერიოდამდე. ამიტომ ჩვენ მოვახდინეთ ბოლო 4 წლის გასაჯეროებული ფინანსური ინფორმაციის ანალიზი, რომ გვენახა, როგორი შედეგები აქვთ ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებს, ისეთ პარამეტრებში, როგორიც არის მომგებიანობა, როგორიც არის თუნდაც იგივე სესხი დატვირთულობა, ან აქტივებზე უკუგება. ანუ შევხედათ 3 სხვადასხვა პარამეტრით და საკმაოდ საინტერესო შედეგებს ვხედავთ სახეზე. ანალიტიკა მომზადდა 2021 წლიდან. გასაჯეროებული ფინანსური ინფორმაცია 3 წლის არის ხელმისაწვდომი, იმიტომ რომ ჩვენი კანონიდან გამომდინარე 2024 წლის გასაჯეროება წელს 1 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს. ჯერ დრო აქვთ, კი. კი ბატონო. თუმცა აქაც უკვე 3 წლის ტრენდზე საკმაოდ კარგ დაკვირვებებს ვხედავთ და ალბათ მოდით დავიწყოთ მომგებიანობის შეფასებით. მომგებიანობის კუთხით სექტორში მარჟა, წმინდა მოგების მარჟა არის საგრძნობლად გაზრდილი, 15.8%-დან ის გაიზარდა 23.9%-მდე 2022 წელს და შემდგომ 2023 წელს შედარებით შემცირებულ ბრუნვებთან ერთად შემცირდა და დაუბრუნდა თითქმის 2021 წლის ნიშნულს. თუმცა ყველა მომგებიანობის პარამეტრში, როგორიც არის წმინდა მოგების მარჟა, საოპერაციო მოგების მარჟა, ან საერთო მოგების მარჟა, რასაც სხვანაირად gross profit-საც ვეძახით, ყველა პარამეტრი თანხმედრაში ერთმანეთთან აჩვენებს მკვეთრ ზრდას 2022 წელს და შემდგომ სტაბილიზაციას 2023 წელს. ეს მხოლოდ მოგებაზარალის ჭრილში ანალიზი გვაჩვენებს, რომ ცალსახად ის ეფექტი, რასაც მაკროეკონომიკურად ჩვენ ვაანალიზებდით და ვამბობდით მიღწეულია გასულ პერიოდებში ფაქტად ასახულია. აი ეს არის შედეგებში, ფინანსურ შედეგებში ასახულია. 2023-ის მდგომარეობით. 2023-ის მდგომარეობით. ანუ ის ტრენდი არ იყო უბრალოდ ტრენდი და ის დავარქვათ დადებითი ფაქტორები და ეკონომიკური დავარქვათ სიკეთე რაც შეიძლებოდა რომ კონკრეტულად ინდივიდუალურ კომპანიებს მიეღოთ მიიღეს.
აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია ჩვენი აზრით, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მოდი ესე დაგისვა მაშინ კითხვას. ნიშნავს თუ არა, რომ აი ეს ფინანსური მაჩვენებლები 2023-თვის, რომ სექტორში მოღვაწე ამ კომპანიებმა და ბაზრის მოთამაშეებმა ვიცხადია, ვინც ასაჯაროვებს დიახ, თავის ანგარიშგებას, მათ შეძლეს გამოყენება ერთის მხრივ, რაც ფინანსურად უკვე აისახა, იგულისხმება ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა თან რეგიონალური კონფლიქტების ფონზე და პირადად თქვენ, რამდენად მდგრადად მიგაჩნიათ ეს ჩამოყალიბებული მონაცემები. მოკლე პასუხი ალბათ კითხვაზე იქნებოდა კი შეძლეს. იმიტომ რომ გვაქვს შედეგი. შედეგს ვხედავთ. აქ კითხვა არის ძალიან საინტერესო, სწორედ მდგრადობასთან დაკავშირებით. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი ასევე არის უკუგება აქტივებზე, რასაც ჩვენ ვეძახით ROAS. მოდით ROAS-აც შევხედოთ. ROAS-ზე ვხედავთ, რომ 2021 წელს, როდესაც ჰქონდა 26.5%-ის ფარგლებში, ის შემდგომ გაიზარდა 37%-მდე და კიდევ გაიზარდა 57%-მდე 2023 წელს. აი აქ ვხედავთ უკვე მდგრადობის კომპონენტს, რაც ვახსენეთ. ეხლა ეს რას ნიშნავს მარტივენაზე რო ავხსნათ? მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მოგების მარჟა შემცირდა 2023 წელს გასულ წელთან, ანუ წინა წელთან შედარებით, 22-თან შედარებით, კომპანიებმა გააგრძელეს ეფექტურობის ზრდა. ეფექტურობის ზრდა აისახება ამ შემთხვევაში ROAS-ზე. დიახ, და ესეც მნიშვნელოვანი პარამეტრია იმ კუთხით, რომ თქვათ, რომ სექტორი მაქსიმალურად ინარჩუნებს მდგრადობას რიცხვებზე დაფუძნებით თუ გავაკეთებთ შეფასებას. და ბოლო მესამე კოეფიციენტიც, რაც უნდა ვახსენოთ, სანამ რამდენიმე მაკროფაქტორზეც გადავალთ, ეს არის ეგრეთ წოდებული debt to equity კოეფიციენტი, რომელიც არის ვალდებულების შეფარდება კაპიტალთან და აქაც გვაქვს ძალიან საინტერესო ტრენდი. იმიტომ რომ ჩვენ გასულ გადაცემებში ვამბობდით, რომ იზრდება ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში საშუალო წლიური 18%-ით და ასევე ვამბობდით, რომ იზრდება წლიდან წლამდე ბოლო 4-5 წელია პირდაპირ უცხოური ინვესტიციების სექტორში საშუალო წლიური 10%-ით. როგორ რამდენად ეს აისახება უშუალოდ კომპანიაზე, ამას უკვე ეს კოეფიციენტი გვეუბნება, რომელიც არის debt to equity, ანუ ეს არის მარტივად რა, ჩემი სესხი, კომპანიის სესხი შეფარდებული ჩემს კაპიტალთან. ძალიან მარტივი კოეფიციენტია, თუმცა უმნიშვნელოვანესი. აქაც ხედავთ, რომ 2.6-დან შემცირდა 1.2-მდე. შარშან წინ ეს რას ნიშნავს? მეტი კაპიტალი დააბანდეს კომპანიებმა. ანუ გაცილებით მეტი იყო ინვესტირებული ინსტრუმენტის წილი კაპიტალზე სესხთან შედარებით. და შემდგომ უკვე ეს კოეფიციენტი 2023 წელს გაიზარდა 3.5-ზე, ანუ ესეც მიგვანიშნებს რას? კაპიტალის ინვესტირება მოხდა, შედეგი კარგი მივიღეთ და საბანკო დაფინანსება გაიზარდა. გაყვა შემდეგ წელს. პირდაპირ ინვესტიციას კი ბატონო, შესაბამისად სექტორი რომ არ ყოფილიყო მდგრადი და მომგებიანი და საინტერესო, მაშინ საბანკო დაფინანსებისგან ზოგადად სესხის პროდუქტების ზრდა უშუალოდ კომპანიებზე ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა. მაკროპარამეტრები ახსენე და გისმენ ყურადღებით. ეგეც საერთო სურათისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთ-ერთი ფინანსური პარამეტრი, რასაც ასევე შევხედეთ და მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, ეს არის მთლიანად ბიზნესზე სასესხო პორტფელში, რა წილი არის ინდუსტრიაზე და აქ ხედავთ, რომ სასესხო პორტფელის ლოგისტიკის მთლიანად ნაწილზე მხოლოდ დასაწყობებას ამ შემთხვევაში არ გულისხმობთ, მოდის სულ რაღაც 3.5%. ანუ რიცხვებში 1 მილიარდ ლარამდე. ეს რას მიგვანიშნებს, რომ ამ სექტორს იქედან გამომდინარე, რომ აქვს განვითარების და მომგებიანობის და კარგი შედეგების გენერირების დიდი პოტენციალი, ზოგადად დაფინანსების მოპოვების, ეს იქნება საბანკო თუ სხვა არასაბანკო პროდუქტების, თუნდაც იგივე ფონდისგან დაფინანსების მოპოვება ან სხვა მექანიზმების შანსი დღითი დღე კიდევ უფრო მეტი და მეტი იქნება. აი ესეთი დაკვირვება გვაქვს გაკეთებული ამ ეტაპზე. კარგი, მარიამ, რამდენად ბოლოს წინა ნაწილი ეხება ესეთ შედარებით რიტორიკულს, მაგრამ რამდენად საინტერესოა დასაწყობების სექტორი ფინანსური რესურსის მიწოდებლებისთვის. ეს თუ ჩანს თქვენი ანალიზიდან და ამაზე თუ შეგვიძლია თქმა. კი. თუ ჩვენ ვხედავთ, რომ
სესხის წილი უშუალოდ კომპანიებში იზრდება, ამ სექტორში იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ცალსახად საბანკო სექტორისთვის და არა მხოლოდ მათ შორის ფონდებისთვისაც ეს არის ძალიან აქტუალური სექტორი. ახლა აქ მინდა რომ ცოტა უფრო დიდ სურათში დავინახოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აქამდე პრინციპში მხოლოდ საქართველოზე ვსაუბრობდით და წარმოვიდგინოთ შემდეგი რამ. ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი აცნობიერებს რა შუა დერეფნის მნიშვნელობას, ასევე ამბობს, რომ მზაობა იმის, რომ რამდენიმე პროექტის დაფინანსება ერთდროულად მოხდეს აი ამ ჯაჭვში, აი ამ დერეფნის ფარგლებში, არა მხოლოდ სასურველია, არამედ რიგ შემთხვევაში აუცილებელიც. შესაბამისად, ჩემი მოლოდინი არის შემდეგი, რომ წლებთან ერთად უნდა გაიზარდოს ერთი ფინანსური ინსტიტუტის მიერ რამდენიმე ქვეყანაში პარალელურად წარმართული პროექტები და ინვესტიციები. ისევ და ისევ ინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე, გულისხმობ თელ ჯაჭვს და ჩართულობას. მაგალითად, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა შუა დერეფნის უპირატესობების ბიზნესიდან გამომდინარე შევხედოთ ახლა. გულისხმობთ იმას, რომ ეს მარტო საქართველოს ტერიტორიაზე ამისი დანახვით ვერ გამოვა. ეს მარტო საქართველოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის არ იქნება, იმიტომ რომ ისინი შეხედავენ რამდენიმე ქვეყანას საინვესტიციოდ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს საქართველოს, უზბეკეთი, აზერბაიჯანი. აზიის ბაზრები, როგორც მომწოდებლები და აზერბაიჯანი გამტარებელი და ამიტომ თქვენ ელით ამ მიმართულებით ამ დიდ სურათში IFI-ების უფრო მეტ ჩართულობას ოღონდ და საერთაშორისო ინვესტორებისაც მათ შორის და აქ ჩვენ ვახსენეთ ზუსტად რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად გაიხსნა თბილისი დრაიპორტის პროექტი და ეს არის უკვე ძალიან კარგი მაგალითი ამის, იმიტომ რომ დრაიპორტის ერთ-ერთი აქციონერი გახლავთ სწორედ აბუ-დაბი პორტი და მთელი აზრი და ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა აბუ-დაბის პორტისთვის საქართველოში მსხვილი ინვესტიციით შემოსვლის იყო ის, რომ ის ახდენდა თავისი ოპერაციების სხვა ქვეყანაში გადანას ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ საჭიროება აუცილებლად დგას, ეს უკვე არ არის პერსპექტივა, ეს არის ფაქტი. შესაბამისად, ის საერთაშორისო მოთამაშეებიც, რომლებიც ამ სექტორში არიან ფინანსირების კუთხით, მათ აუცილებლად მოუნდებათ, რომ უფრო გაშალონ თავიანთი არეალი. რაიმე ხო არ გამოგჩა ამ ინდუსტრიაზე. ეს სექტორი ალბათ ერთი რამ შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან იმისათვის, რომ ლოკალურად საქართველოს გახდეს საქართველოს შეინარჩუნოს და გააძლიეროს, მოდი ესე ვთქვათ, თავისი აი ეს ლოკაციური უპირატესობა, რაც ჩვენი ადგილმდებარეობით ხვდაწილად ძალიან მნიშვნელოვანია უფრო მეტი საერთაშორისო მოთამაშე შემოვიდეს ამ სექტორში, როგორც ინვესტიციების, ასევე ოპერირების კუთხით. ჩვენ ცალსახად გვჭირდება მეტი ოპერატორი, მეტი გამოცდილი ოპერატორი და რატომ? როდესაც გაიზარდა 2022 წელს ყველა პარამეტრი ფინანსური უშუალოდ კომპანიებში, ამის მთავარი და ერთადერთი მიზეზი იყო გაზრდილი ტვირთბრუნვა. კარგი და გამოცდილი საერთაშორისო ოპერატორი გააზრდის ტვირთბრუნვას. შესაბამისად, ესე ძალიან რო გავამარტივოთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ სექტორის განვითარების არა მხოლოდ ინვესტიციის მობილიზება, არამედ იმ კომპეტენტური კომპანიების, რომლებსაც შეუძლიათ გარანტირებული ტვირთების გადმოტანა საქართველოს. მადლობა. მადლობა. მარიამ ქოიავა, სავის მართველი პარტნიორი. მის საავტორო რუბრიკაში ბიზნესი 360 გრადუსით. ჩვენ გავაგრძელებთ ლოჯისტიკაზე საუბარს, მით უმეტეს ექსპო ჯორჯიაში არაჩვეულებრივი ღონისძიება იგეგმება, რომლის საქმის კურსში ბრძანდებით და კომპანია სავი ჩართული არის ამ ყველაფერში და ძალიან ბევრ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ უკვე ექსპო ჯორჯიადან.